დღეს მე და ნინა გაჩვენებთ საჯდომის 3 საუკეთესო ვარჯიშს, რომელიც შეგიძლიათ რომ ჩასვათ თქვენს ვარჯიშებში. მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ლუკა კახიძე და ჩემი და ნინა კახიძე, რომლის YouTube-იც აუცილებლად აღწერაში იქნება. აი აქ გამოჩნდება. როგორ ქვია თქვენს YouTube-ს ქალბატონი ნინა? ნინაკო. გამოიწერეთ ნინაკოს არხი, ძალიან მაგარ ვიდეოებს ადებს დარწმუნებული ვარ და ველოდები აუცილებლად. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ლუკასთან პერსონალ ვარჯიშებს შეძლებთ fitness time-ში. ნინასთანაც ანალოგიურად, ნინაც fitness time-ში იმყოფება. ნინასთან მხოლოდ გოგოები, ჩემთან შეგიძლიათ როგორც ბიჭები, ასევე გოგონები მოგზანდეთ. მოკლედ, ეს არის პირველი საუკეთესო ვარჯიში, hip thrust-ი, იგივე ხიდები, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ როგორც სმითის ტრენაჟორზე, ასევე კონკრეტულად hip thrust-ის ტრენაჟორზე, ან შეგიძლიათ თავისუფალი წონით სკამზე გააკეთოთ. ვანახოთ ხო, როგორ გავაკეთოთ სისტორეში, რა უნდა იყოს აუცილებლად დაცული და რა შეცდომას უშვებენ ხშირად. ნი. პარახოთ. შენ რა სიტყოდი 1-2 სიტყვას რაღაცას ყველაფერი თქვა. კაი, მაშინ მოდი ვანახოთ. მე დავშტები და დაგეხმარებით იმაში, რომ დეტალურად გავიაროთ ყველა ნაბიჯი ჩვენთან ერთად. Okay, let's go. ამ შემთხვევაში ბალიშს ვიყენებთ, იმიტომ რომ დავიცვათ ჩვენი მენჯები. ფეხები უნდა შემოვდოთ ზევით. ამ შემთხვევაში სტეპი იმიტომ გაქვს გამოყენებული, რომ მეტი გადაწელვა გქონდეს საჯდომს და მეტი დატვირთვა წამოვიდეს საჯდომის კუნჩი, ხო? აუცილებელი ფაქტორი არის ის, რომ ჩვენი ბეჭების ოდნავ ქვემოთ ნაწილი ედებოდეს, რათა არ მოხდეს წელის ხაჯზე ამ ვარჯიშის გაკეთება, ხო? ავიღეთ კონკრეტული წონა, აი ეს ღერძი უნდა დავიდოთ, ზუსტად აი ჩვენი მენჯის ოდნავ ზევით აი ამ მონაკვეთში. მოძრაობა გვანახენი? აი ნახეთ მთელი მუღამი არის ის, რომ ქუსლზე იყოს დატვირთვა, ანუ ქუსლი აკეთებს ამ მოძრაობას და არა სხვა რომელიმე ფეხის ნაწილი. აუცილებლად მოძრაობისას სხეული უნდა ჩაყვეს, აი ესე ტორსო უნდა ჩაყვეს, რათა არ მოხდეს ხერხემლის ხაჯზე წონის მოძრაობა. აუცილებლად საჯდომი უნდა შეიკრას, როცა ზევით ადის, ხო? არ უნდა მოხდეს უბრალოდ მოძრაობა. ამ ვარჯიშის რამდენიმე ვარიაცია შეგვიძლია გავაკეთოთ, თქვა თუ ხართ დამწყები და არის თქვენს დარბაზში ტრენაჟორი, რომელზეც შეგიძლიათ კომფორტულად გააკეთოთ ხიდის, hip thrust-ის ვარჯიში. განახებთ ორ ვარიაციას კიდევ და თქვენ თერჩიეთ, რომელი იქნება თქვენთვის უფრო მეტად კომფორტული. ეს არის ხიდი, hip thrust-ი იგივე. დამწყებისთვის არის იდეალური, აი კამფეტივით ვარჯიში, იმიტომ რომ აქედან სწავლობ უკვე ხიდი როგორ უნდა გააკეთო და როგორ უნდა გადახვიდე იმ კონკრეტულ რთულ ვარჯიშზე. ფეხები მხრების სიგანეზე არის, აუცილებლად იყურება 90 გრადუსზე, არ ძალიან ახლოს და არ ძალიან შორს გვაქვს, როგორც იქ თქვით, ხო? იმიტომ რომ დატვირთვა შეიძლება წამოდეს ან აქ, თუ ახლოს იქნება აქ, თუ შორს იქნება აქ. ამიტომ ზუსტად ისე 90 გრადუსს შეიკრას და საჯდომზე წამოვიდეს დატვირთვა. რეზინა შეგვიძლია გავიკეთოთ, რომ გავართულოთ ვარჯიში, ან შეგვიძლია რეზინის გარეშეც გავაკეთოთ. წონა უნდა დავიდოთ აი მენჯის ადგილას, რომ კომფორტულად იმყოფებოდეს ჩვენი წონა და არ შეგვაწუხოს ან ძალიან ზემოთ არ იყოს, ან ძალიან ქვემოთ არ იყოს. კაი, დავიწყეთ მოძრაობა. აი ზუსტად ეს ფაქტორი არის, რომ უნდა ამოვიდეს საჯდომი და აი ამ მომენტში საჯდომი ყველაზე შეკრული არის. ხო, ამოიტანენინი გამიჩერე ერთი წამი, აი ამ ერთი წამიან გაჩერებაში საჯდომი ბოლომდე იყრება. ჩატანისას იწელება საჯდომი და კვლავ ვაწვევით. ისევ ქუსლზე არის დატვირთვა, ხერხემალი დაფიქსირებული არის და არ ავდივართ კიდე ზემოთ და ზედმეტად არ ჭიმავთ წელს. წელით არ ხდება ეს კონკრეტული მოძრაობა. როგორც თქვი, თქვენი გონება არის თქვენი გასაღები. იფიქრეთ თქვენს კუნთზე თუ როგორ მუშაობს თუ არა იმ კონკრეტულ მონაკვეთში და დარწმუნებული იქნებით, რომ აი იდეალურად იგრძნობთ ყველა ვარჯიშს. რაც შეეხება აქ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ის, რომ ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა სად უნდა მოხდეს, ხო? სადაც მიწოლა ხდება, მან ხდება ამოსუნთქვა პირით, სადაც გადაწელვის ფაქტორი არის, მან შეგვიძლია ცხვირით შევისუნთქოთ. მაგალითად, შევისუნთქეთ ცხვირით, ამოსვლისას ამოვისუნთქეთ პირით. სულ ეს არის hip thrust-ის იგივე ვარჯიში, ოღონდ ტრენაჟორზე. თქვენს დარბაზში რომელშიც ვარჯიშობთ, შესაძლებელია სხვანაირი ტრენაჟორი იყოს, ამიტომ არ დავიწყებ როგორ უნდა ჩავსვათ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მთელი ფუნქცია და მოვალეობა რაც უნდა გავაკეთოთ ამ კონკრეტულ ტრენაჟორზე არის იგივე, ზუსტად რასაც ვაკეთებდით სმითზე, ხო? ნინი, მოდი იგივენაირად ვანახოთ. ზუსტად იგივე პრინციპით მეორდება ყველაფერი, რაც განახებთ პირველ მოძრაობაში, უბრალოდ ეს არის საშუალო დონის სირთულის ვარჯიში. ბეჭი დაფიქსირებულია, ფეხის ტარფები მხრების სიგანეზე, მენჯთან ვიდებთ ბალიშს, ხსნით ტრენაჟორს და დავიწყებთ მოძრაობას, ჩასვლა მთელი ტორსით და ამოსვლა საჯდომის შეკუმშვა. სულ ეს არის, შეგიძლიათ რომ ძალიან მარტივად გააკეთოთ ეს ვარჯიშები დარბაზში. წავედით შემდეგ მარტივზე.
შემდეგი ვარჯიში იქნება ჩემი საყვარელი ვარჯიში, kickback-ი, საოცრად ეფექტური. თქვენს ყველა დარბაზში ნახავთ აი ესეთ კამრებს, რომლებიც უნდა დავიმაგროთ ფეხზე და შევასრულოთ მოძრაობა კაბელზე. ეს ანალოგიური მეორე მხარეს. აი ეს. კარაბინი კეთდება ორივე რკალში და ვისე. მოდი სანამ დავიწყებთ საუბარს თუ როგორ გავაკეთეთ ეს კონკრეტული ვარჯიში, თქვათ ის თუ რა შეცდომებს უშვებს ხალხი ყველაზე ხშირად, ხო? მოხარე წელი? ხო, აი, მოხრილი წელი არ უნდა იყოს. ეს даже ახლა გასწორებული გაქვს შენი წელი. წელს ვერ ხრის ჩვენი ტრენერი ნინა. წელი გასწორებული უნდა იყოს აუცილებლად. ორივე ხელი კარგი იქნება რომ მოკიდებული იყოს, იმიტომ რომ გასწორებული იყოს ჩვენი ხერხემალი და სხეული. საჯდომი არ იყურება შიგნით, ხო? კარგად გაწეული გვაქვს გარეთ, აი ასე, გავშალეთ. ფეხი საყრდენი უნდა შევიდეს შიგნით და ერთ საყრდენზე მოგძრა ჩვენი კამარი. It's okay if you make mistakes. წავიდა. ანუ მთელი პოინტი არასწორად ვაკეთებთ. არასწორად ვაკეთებთ. ფეხი არ უნდა გავიქნიოთ და თავი, ნახე, აი, სხეული არ უნდა მოძრაობდეს აი ასე, ხო? დაფიქსირებული არის ჩვენი სხეული, მოდით სწორედ გავაკეთოთ. დაფიქსირებული არის ჩვენი სხეული და მხოლოდ ფეხის ხარჯზე ხდება ეს მოძრაობა, ხო? აი ამ მონაკვეთიდან უნდა მოხდეს გაქაჩვა და მთელი ამბავი არის მაინდის, ანუ თქვენი გონების ამბავი არის. თუ არ იმოძრავებ და არ იფიქრებთ კონკრეტულ კუნთზე, აი ეს კუნთი კეთდება და არ კეთდება, ვერანაირად ვერ იგრძნობთ იმ კონკრეტულ კუნთს. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევიგრძნოთ კუნთი. კისერი არ მოძრაობს უკან, აუცილებლად დაფიქსირებული არის და ქვევით იყურება და ამოტანის შემდგომ ერთი წამი გავაჩეროთ, დაფიქსირდა, შეიკრა კუნთი, ჩამოვიტანეთ მოხდულ მდგომარეობაში. ეხლა ვაკეთებთ kickback-ის შედარებით მარტივ ვერსიას, რომელიც შეგიძლიათ გააკეთოთ სახლში, ვარჯიშის დროსაც და იმ შემთხვევაში, თუ დარბაზში ახალი დაწყებული გაქვთ ვარჯიში და წინა მოძრაობა თქვენთვის რთულია. ზუსტად იგივე მოძრაობა კეთდება, რაც გავაკეთეთ crossover-ზე kickback-ის. ანუ საჯდომი არ უნდა გაყვეს გარეთ, ხო? აი ასე არ უნდა წავიდეს. აუცილებლად დაფიქსირებული არის და მხოლოდ აი ეს მონაკვეთი მუშაობს. სხეული რა, აი როგორც ხედავთ, იდეალურად არის გამოწეული ჩვენი ნინა. ანუ ძალიან შიგნითაც ნუ შეხვალთ და ნუ ძალიან გარეთ ნუ გამოხვალთ. იდეალური მოძრაობა არის და დარწმუნებულია რომ იდეალურად იგრძნობთ თქვენი საჯდომის კუნთს. შემდეგზე გადავიდეთ, მოდი. აბდუქტორი იგივე გამზიდავი, რომელიც საჯდომის იდეალური ვარჯიში არის, შეგვიძლია სისხლი იდეალურად შევიყვანოთ და საჯდომის კუნთი კარგად დავტვირთოთ. მაგრამ ეხლა უყურე აქ რა ფაქტორი არის. ეხლა რა ვარჯიშებიც განახეთ, ყველა ვარჯიში, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვის არის იდეალური, მაგრამ ის რომ მამაკაცმაც გააკეთოს ეს ვარჯიშები, არანაირი პრობლემა არ არის და არანაირი არ ტეხავს, იმიტომ არ ტეხავს, რომ საჯდომის კუნთი არის, კუნთი არის, რაც არ უნდა იყოს. და მნიშვნელოვანი არის რომ შენი საჯდომის კუნთი იყოს ძლიერი, რადგან შენი კორპუსი არის მოძრაობაში გიწყობს ხელს და ბევრ ფაქტორში, ჩაჯდომაში გეხმარება და ბევრ დეტალში გეხმარება. ამიტომ კონკრეტული ეს ვარჯიში თუ იმ ვარჯიშებს არ ჩასვავთ, ბიჭებისთვის და როგორც გოგოებისთვის არის იდეალური ვარჯიში საჯდომის კუნთისთვის. იჭირება როგორც მთლიანი საჯდომი, ასევე გვერდითა გარე ნაწილი, ხო? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ტრენაჟორის გამოყენება შეგიძლიათ დამწყებებსაც და ასევე იმ ადამიანებსაც, რომლებიც დიდი ხანია ვარჯიშობთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაითვალისწინოთ ამ ვარჯიშზე სწორი პოზიციის დაფიქსირება. სწორი პოზიცია? არა. არა მხოლოდ აქ, არამედ ნებისმიერი მოძრაობისას და ყოველდღიურობაში გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მკერდი იყურება მაღლა, თქვენი ბეჭები გადმოწეულია უკან, ესე უფრო ლამაზებიც ვართ, უფრო ჯანმრთელები და ჩვენი ხერხემალიც უფრო სწორ პოზიციაშია. საჯდომი აუცილებლად იყურება უკან. კორპუსი გვაქვს ან გადახრილი, ან სწორ პოზიციაში. შეგვიძლია მიყუდების პერსპექტივითაც, ეხლა განვიხილოთ სტანდარტული ვერსია, სადაც ჩვენი კორპუსი იყურება საჯდომისკენ, ჩვენი ფეხები მოთავსებულია ამ ბალიშებთან, მუხლის ნაწილები და არა აი ესე უკან გამიკეთე, ჩვენი ტერფები არ იყურება ძალიან შორს. არის შემოწეული, დაფიქსირებულები ვართ, კომფორტულად ვხედავთ და თქვენს დარბაზში, თქვენ ტრენაჟორზე შეგიძლიათ მიყრდნობილიც გქონდეთ საჯდომი. დავიწყეთ ლუკა. ფეხი ძალიან არ გაიქნიოთ, ისი არ გაშალოთ, რომ დავაზიანოთ კუნთი, აი ეს არის არასწორი. ნელა გამიკეთე ლუკა. შვიდა. აი ნერვიულა. დავიდა. გავშალეთ, შემოვიტანეთ, დავარტყით დუნდულა კუნთებს. მთელი მოძრაობა კეთდება დუნდულა კუნთებით. რაოდენობასაც შეეხება, ყველა მათგანი რაც გავიარეთ, ეს იყო hip thrust-ი, ეს იყო kickback-ი, შეგიძლიათ რომ 15 რაოდენობა გააკეთოთ, იდეალური იქნება. 12 რაოდენობა იმ შემთხვევაში თუ მძიმე იქნება, 3 მისვლა, უჩუმოდი ძახის და კი 3 მისვლა.
თუ უკვე გამოცდილი ხარ და დიდი ხანია ვარჯიშობ, 4 მისვლად შეგიძლიათ ჩვეულებრივად ჩასვათ. აი ამ კონკრეტულს რაც შეეხება, რო გითხრან ვიღაცამ რომ 20-30 გამეორება გააკეთეთო, არ შეგეშინდეთ, ძალიან კარგი იქნება, უხდება ამ დიდ საჯდომის კუნძს ეს დიდი გამეორება, იმიტომ რომ ბევრ და კარგად შევუშვებთ სისხლს და კარგი ფამფი იქნება, კარგად დაიტვირთება კუნთი, ამიტომ ამ კონკრეტულ ტრენაჟორზე თუნდაც 20, 25, 30 რო გავაკეთოთ გრძნობელობის ამბავში, გაშინეთ წონა რამდენი არის, ძალიან კარგი იქნება. ჩემი აზრით მაქსიმალურად კომფორტული ვარჯიშები შემოგთავაზეთ, ის რაც თქვენზე იქნება მორგებული და თან გამოიყენებს ეფექტს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გაგვიზიაროთ თქვენი აზრი, რა თქმა უნდა, როგორ მოგეწონათ და როგორ იმოქმედოთ თქვენზე ამ ვარჯიშებმა. კითხვები დაწერეთ კომენტარებში, თუ გინდათ რომ მაგ კითხვებს გაეცეს პასუხი. თუ მოგეწონა ვიდეო, გლიჯე ლაიქს. გამოიწერეთ ჩვენი არხები, რომლებიც აქ ამოვარდება. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე. არივედერჩი.